რეგიონის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მეჩეთი გაფართოვდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით მუსლიმთა სამმართველოში არ ფლობენ. შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით ხელისუფლება სამ ეტაპზე არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის მიუმართავს. აღნიშნული საკითხით აჭარაში ყოფნისას სახალხო დამცველიც დაინტერესდა. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მისი გაფართოება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ხელისუფლების ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე რეგიონის პირველი პირი საუბრობს. არჩილ ხაბაძის განცხადებით, მლოცველების პრობლემა მოქმედი ჯამეს გაფართოების ხარჯზე მოგვარდება. ჩვენ ვიყავით ბატონ ირაკლისთან ერთად მეჩეთში, მოვინახულეთ მრევლი. გასათვალისწინებელი არის ის, რომ სწორად ლოცვა უნდა მიეცეს, სწორად ლოცვის საშუალება უნდა მიეცეს მრევლს. მეჩეთის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ხარჯზე სამლოცველოს გაფართოებას არ ეწინააღმდეგება მურმან დუმბაძე. იშხანის რესტავრაციის სამუშაოები სრულდება და მის სანაცვლოდ არავითარი მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა. არავითარი განაცხადი ქალაქ ბათუმის მერიაში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით არ შესულა, ანუ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება. თუ ბათუმში არსებულ მუსლიმ მრევლს სურს დღევანდელი მეჩეთის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების ხარჯზე გააფართოვოს რესტავრაცია, გაუკეთოს არსებულ მეჩეთს და ამაში ითხოვს ქველმოქმედის დახმარებას, ეს არის ქველმოქმედისა და მუსლიმი მრევლის გადასაწყვეტი. რა ტერიტორიის ხარჯზე გაიზრდება მოქმედი მეჩეთის მასშტაბები ჯერ უცნობია. ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ მუსლიმთა სამმართველოშიც. მუფთის ჯემალ პაქსაძის თქმით, ორთაჯამეს გაფართოების ვარიანტი განიხილება და მათთვის მისაღებია, თუმცა იგი პირველ რიგში პროექტით ინტერესდება. ზოგადად ჩვენი ინტერესი არის, რომ ჩვენმა ქართველმა ხალხმა არ ილოცოს ქუჩაში. მუსლიმების ლოცვა ვედრება კიდევ ერთხელ მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და ჩვენი ქვეყნის გამთიანებისათვის. სხვაგვარად ფიქრობს მუსლიმი მრევლის ნაწილი. მათი შეფასებით საუკუნეზე მეტი ხნის მეჩეთის გაფართოება შეუძლებელია და ისინი ახლის აგებას ითხოვენ. გაფართოება არ მოეხერხება ჩემო დაიგო. აქ მოდის 5,000, 6,000 კაცი, რომელიც თითქმის მანქანებით მოდის და მანქანა ხომ უნდა გააჩირო. 1 ჰექტარი მიწა სახელმწიფო აღარ მოგცა. თუ აღარ გამოგცე და მაგ უჯრე მომყიდო ბოლო-ბოლო. არ ყოფნის არის იმასაა სახლები მოსახლესა გვერდზე სადაა ტერიტორია ფაქტიურად არ არის. ჩვენ გვინდა ახალი მეჩეთი. იგივე სიტყობდა მუსლიმი მრევლის სახალხო დამცველთან შეხვედრაზეც. ქართულ მუსლიმებს აქვთ უფლება და ისინი ითხოვენ ახალი მეჩეთის მშენებლობას ბათუმში. შესაბამისად, რომ მათი მოსაზრებები უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. საკულტო ნაგებობის გაფართოებაზე ინფორმაციას ფლობენ მეჩეთის მიმდებარედ მცხოვრებლები. ბარაკის ტიპის დასახლების უმრავლესობა ადგილმონაცვლეობაზე თანახმაა, თუმცა კონკრეტული პირობით. ისინი ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. საშინაო პირობებში ვცხოვრობ. ნორმალურად წყალი არ მაქვს. აქაც საპირფარეშოა. თანახმავარ, რა თქმა უნდა. ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, უბრალოდ ჭორების დონეზე ვიცით. მე პირადად თანახმავარ, რომ აქედან გადაგვიყვანონ. ადგილობრივების გარდა მეჩეთის გაფართოებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანხმობაცაა საჭირო. მე-19 საუკუნეში აგებული ჯამე ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ. სააგენტო იმსჯელებს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თაობაზე, მიიღებს მას ან შეიმუშავებს კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს. ორთაჯამე ბათუმში ერთადერთი მეჩეთია, რომელიც 2,000 მლოცველზეა გათვლილი. რეგიონის მასშტაბით კი ამ ეტაპზე 160-მდე ჯამე